დღეს რუბრიკის პარაგრაფში ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვაპირებთ საუბარს და ეს თემა გახლავთ ვორკოჰოლიზმი, იგივე შრომაზე დამოკიდებულება. ძალიან საინტერესოა ამ საკითხზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველთვის ჩვენ შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით, რომ შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შრომამ შექმნა ადამიანი, რომ შრომა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების გასაღები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, თუ სად გადის ზღვარი ვორკოჰოლიზმსა და უბრალოდ შრომის მოყვარეობას შორის და რაც მთავარია, როგორ მოქმედებს ის ჩვენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე და როგორ აისახება ჩვენს ოჯახის წევრებზე და ზოგადად ჩვენს პირად ურთიერთობებზე. ასე რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად და დეტალურად ჩვენ ვაპირებთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად სიღრმისეული ტრანსფორმაციის ტრენერი ბატონი ნუგზარ ძიძიგური გახლავთ ჩვენი სტუმარი და უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებთ მასთან ერთად და გავიგებთ სად უნდა გავავლოთ ზღვარი და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ უბრალოდ შრომის მოყვარე ვართ თუ უფრო მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ. მოგესალმებით. მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად და მოდით დავიწყოთ ალბათ განმარტებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ვორკოჰოლიზმი მუშაობაზე დამოკიდებულება, ანუ რა იგულისხმება. ანუ როცა ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი იმ დონეზეა ჩართული მუშაობაში, რომ ზიანს აღენებს თავის ცხოვრებას. და იმის მიუხედავად, რომ ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, ის მაინც რჩება ამ მდგომარეობაში და არაფერს ცვლის. ანუ როგორ უნდა გავსაზღვროთ? ანუ არსი, ნახეთ, ხშირად რთული არის, ხო, თითქოს მუშაობაზე დამოკიდებულება რა პრობლემაა. არსი მაინც მთავარი არის, აკვიატებული აზრები, მოცული ადამიანი მთლიანად ამ მდგომარეობით, ვერ ისვენებს, დასვენების დროსაც ვერ ითიშება, ესე რომ თქვათ, რელაქსირებას ვერ ახდენს. სამსახურის სახლში მიყვება, აი თუ სამსახურის სახლში მიყვება, მთლიანად მოცული ხარ, რომ არ მუშაობს, დანაშაულის გრძნობა აქვს, თითქოს რაღაცას აშავებს, საკმარისად კარგი არ იქნება. და ანუ ეგ არის მთავარი არსები. ანუ მოცვა მთლიანად ამით, როცა ცხოვრების სხვა სფეროები არის იგნორირებული. ბატონო გზა, ახლა ისეთი დეტალები ჩამოთვალეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს ეცნო და ჩემთვისაც ძალიან ახლოს იყო ეს ყველაფერი. ამ თემას დავუბრუნდეთ აუცილებლად მოგვიანებით. მე მინდა ფსიქოლოგიურ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება. ფსიქოლოგიური ყველაფერს ხო თავისი ახსნა აქვს. რა ფსიქოლოგიური მიზეზი შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს? ნუ უმთავრესად ეს არის, აი ნახეთ, ადამიანი, ნუ ახლა შრომა, მუშაობა, შრომის მოყვარეობა ეგ ნორმალურია, კარგია. ჩვენ ვამბობთ პათოლოგიურ, არაჯანსაღ, არანორმალურზე, როცა ადამიანი შეპყრობილია, მთლიანად ამით მოცულია, სფეროების ზიანს იღებს, ის უკვე გადატვირთულია, გამოფიტულია, ემოციურად იფიტება, შინაგანად იფიტება და მაინც აგრძელებს ამ მდგომარეობას, ხო? თქვით, ეს არის დაბალი თვითშეფასება, რომელიც მოყვება ბავშვობიდან. ეს არის ბიურჩიდებს რწმუნებულებები, ირაციონალური, არაჯანსაღი რწმუნებულებები, რომ თითქოს კარგი არ იქნება, თუ სხვებს რომ დაუმტკიცოს, რომ ეს კარგია, ხერებულია. ნახეთ, დაბალი თვითშეფასება აქვს, შინაგანი თვითშეფასება არის ორნაირი, შინაგანი, გარეგანი. დაბალი ყოველთვის დიდია, ისა დაბალია, გარეგანი არეული. ანუ მას ესეთი აღქმა აქვს საკუთარი თავის და ცხოვრების, რომ ის კარგი არ არის. ანუ რეალურად მუშაობს ვერ იქნება კარგი? ანუ აღქმა ეს არის ქვეცნობიერი პროგრამები, ესე რომ თქვა, ქვეცნობიერად ესეთი სამყაროს აღქმა აქვს, მე ცუდი ვარ, სამყარო ცუდია, გარემო ცუდია. ამიტომ მე ცუდი ვარ, ნახე, ესე კი არ ფიქრობს, ესეთი აღქმა ქვეცნობიერი. და მან უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ცუდი. ანუ სხვებს და თავის თავს დაუმტკიცოს. და მთლიანად არის გადაშვებული რაღაცაში. ამ შემთხვევაში, თქვათ, აი ზედმეტ მუშაობაში. და თუ არ იმუშავებს, იქნება ცუდი. ამითი თითქოს იღებს ილუზიას კონტროლის, რომ თავის პრობლემებს გაურბის. ნუ უმთავრესად მარტოსულად გრძნობს ასეთი ადამიანი თავს. ის, ვინც მთლიანად მოცულია რაღაცით, მას აქვს, რა თქმა უნდა, პრობლემები. არის მარტოსულობის შეგრძნება, ემოციური სიცარიელე, შინაგანი სიცარიელე, ამას მიყავს გამოფიტვამდე ადამიანი და თითქოს თავის თავს ემალება და ჭირდება დაამტკიცოს, რომ რაღაცით ღირებულია. ანუ მისი ღირებულება გაიზომება ამით.
ნუ ესე გონია, რაც უფრო მეც იმუშავებს, რაც უფრო მეტ რაღაცას დაამტკიცებს, ანუ ვის უმტკიცებს თითქოს თავის თავს სამყაროს უმტკიცებს. მაგრამ აქ კიდევ ნახეთ, აი ზღვარი შრომის მოყვარეობა და ვორკოჰოლიზმი მუშაობაზე დამოკიდებულება, ხო? ეს არაჯანსაღი ადამიანი კარგავს თავის თავს. ნახეთ, პრობლემა ისა, ჩამოუყალიბებლობის პრობლემა ასევე პიროვნული. მე პიროვნული განვითარების კურსებს ვატარებ და ხშირად არის ადამიანების სხვადასხვა პრობლემებით და ნუ პრინციპში ჭირდება ზრდა. აქ მარტო არ მიდის საუბარი იმაზე, რომ თვითონ მუშაობაზე. აქ არის მიდგომა, ერთგვარი მიდგომა არის საკითხთან, რატომ გაურბის, რას გაურბის. ნახეთ, რომ არის კითხვები კიდევ რომელიც შეგვიძლია დავუშვათ თავს, შიშებია აქა გარკვეული შიში თუნდაც, რომ რაღაცას დაკარგავს, რაღაცას ვერ მიიღებს და ასე შემდეგ. და აქ არის დონეები, ხო? გარკვეულწილად შეიძლება ზღვარი სად გადის ხშირად ამბობენ, მაგრამ ზღვარი აი მაგალითად ჩვენ სოციუმში ისედაც ეს ითვლება გამართლებულ პრობლემად, ანუ პრობლემად არ აღიქმება. ხო? პირდაპირ რომ უთხრა, ახლა რა მოგცლიათ, ახლა ოღონდ სამუშაო მქონდეს, პირიქით თუ ადამიანი დაკავებულია, ზედმეტად მუშაობს, გამოფიტულია, ის ამით ამაყობს ზოგიერთი კიდევ, ხო? თითქოს ისო ბატონო გზა, ახსნისკენ წავიდეთ. თითქოს ოპოზიციაში მოდის ერთმანეთთან, რომ აი მე საუბრით დასაწყისშიც ვახსენე, რომ მუდმივად ბავშვებსაც ამას ვეუბნებით, ერთმანეთსაც ამას ვეუბნებით, რომ აი შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ წარმატებულები უნდა ვიყოთ და შემდეგ ალბათ ლოგიკურად ყალიბდება ის კომპლექსები, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. ამიტომ თუნდაც ბავშვის აღზრდის მიმართულებითაც რომ ვისაუბროთ, ანუ ასეთი დიდი დოზით არ უნდა ვესაუბროთ ამაზე, აი ნახეთ, შრომა კარგია, რა თქმა უნდა. შრომა კარგია, ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ აქ საქმე მიდის იმაზე, რომ ემოციური კავშირი არ არის. ანუ ის ვინც არის, ახლა რა ზიანს იღებს, ხო? მოდი ახლა ზიანები და რატომ არის ეს საერთოდ საზიანო ისედაც ავიღოთ. ჯერ ფიზიკურად ემოციური გამოწვა ხდება, გულსიზარღვთა დაავადებები ხშირად აქედან მოდის, ინსულტები, ხშირად ადამიანი თავს იკლავს, ესე რომ ვთქვათ. ნახეთ, და ყველაზე მთავარი, ესეთი ადამიანია ზიანს აყენებს გარემოსაც და ოჯახის წევრებს, აი ბავშვები იღებენ დიდ ზიანს. ის აი მთავარი ნიშნები კიდევ თქვათ მოვიდა ვორკოჰოლიკი სახლში მოვიდა სიტყვაზე ნუ და მოვიდა სახლში ამოწმებს მეილებს ის ისევ არის სამსახურში ხო სამსახურთან დაკავშირებული მეილები მესიჯები თლიანად მოცულია იმით ფიზიკურად არის ოჯახის წევრებთან თავის შვილებთან მაგრამ შინაგანად არ არის ბავშვებს კი აქვთ აღქმა ახმა დედა არის თან არ არის დედა მასთან არის და თანაც არ არის მას დედა არ ყავს დედა მასთან არ არის და ის იწყებს ნერვიულობას აქედან მოდის კიდევ შფოთავს ხო მარტოსულობის შეგრძნება აქ და აი პრობლემები აქედან ყალიბდება ხშირად რომ ამბობენ ერთ-ერთი მთავარი არის ემოციური კავშირის არ ქონდა ესეთი ადამიანები ცხოვრობენ ნიღბებით და როლებით. ნახე, უბრალოდ არის ნიღაბი, როლი და ერთმანეთს არ იცნობენ. ხშირად აი კურსზეც რომ მოდიან ადამიანები სხვადასხვა პრობლემებით. შემდეგ აღმოჩნდება ოჯახის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ. და არც იცნობდნენ. და ეს ძალიან ხშირია დარწმუნებული. კი, და უფრო მეტის თავის თავს არ იცნობენ. ესეთი ადამიანი თავის თავსაც არ იცნობს და გაურბის რაღაც თავის პრობლემას, გადაფარულია ეგ პრობლემა, ის ტკივილს გზნობს, ცოცხალი არ არის. ნახეთ, დანაშაულის გზნობა დაყვება. აქ კიდევ არის დასწავლილი ერთგვარი, აი დაბალი თვითშეფასების გამო ბავშვებიდან რომ მოდიან ამ პრობლემებით. მათ აქვთ, ხო ვთქვით, აი აღქმა არის თითქოს სამყარო ბრძოლის ველია, უნდა მუდმივად იბრძოლო, მტრები არიან, დაამარცხო საშინელება, თუ გაჩერდები, დაიღუპები და შიშები ამოძრავებთ. სხვათა შორის, ბევრი ესე რომ არის ასე გადავარდნილი მუშაობაში და ვალები აქვთ, პრობლემები აქვთ, ურთიერთობები ენგრევათ, მაგრამ აი სულ დაკავებულია, სულ ეჩქარება, სულ რაღაცაში არის. წახალისებულია ეს, იმიტომ რომ გიწონებენ ამ საკითხს. ხო, თითქოს იმაზეა დრაივში. ეს ყველაზე დიდი შეცდომა. აი, ზედმეტი მუშაობაც და უმუშევრობაც ერთნაირი პრობლემა. ზოგიერთი დამოკიდებულია მუდმივად იყოს რაღაცაში ჩართული და გაქცევებში იყოს და ყოველთვის ეჩქარება, ყოველთვის დრო არ აქვს. ნახე, დრო არ აქვს ურთიერთობებისთვის. ხო? დრო არ აქვს შვილებისთვის იქ რომ მივიდეს ამ ფეხბურთს ერთად სადმე წავიდნენ რაღაცეებს დაესწროს სკოლაში მივიდეს რაღაცებს დრო არ აქვს
ანუ ყოველთვის ყველაფერზე პასუხია, რომ სამსახური ასევე ან შეიძლება თქვას, აი ფულს ხომ გაძლევთ, მეტი რა გინდათ, ხშირად არის ესეთი. კი ბატონო. ხშირად არის აი საზღვარგარეთ თუნდაც მუშაობენ, ფულს აგზავნის. შემდეგ პრობლემები არის სერიოზული და ადამიანები მოდიან ამბობენ, ნუ რა დავაკელი, აი ხშირად არის ეგ სიტყვა, რა დავაკელი, მე ხო ყველაფერი მისთვის მინდოდა, მე ხო 24 საათი მუშაობდი და ყველაფერს მისთვის ვაკეთებდი და მე აღმოჩნდება, რომ პრობლემებში არიან ერთმანეთსაც კი არ იცნობენ, ნაწყენი, გაბრაზებული და გაურკვეველია საიდან მოდის ეს დაძაბული მდგომარეობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთად ისინი შინაგანად არ იყვნენ და ჩვენ ვართ, ჩვენ არ ვართ უბრალოდ ბიოლოგიური სხეული. ჩვენ გვაქვს ადამიანი არის ბიოფსიქოსოციო არსება, ხო? ჩვენ ასევე სოციალური არსება ვართ. ოჯახი, ჩვენ გვაქვს სხეული, ფსიქიკა, ოჯახი, სოციუმი, ეგ ყველაფერი არის ჯანმრთელობა, ჰობი, გართობა, ხო, არის ცხოვრების სფეროები, რომლებიც არის დაბალანსებული, ესე რომ ვთქვათ, ხო? კი ბატონო. და წარმოიდგინეთ ერთმანეთისთვის დრო თუ არჩებათ, აი მხოლოდ სამსახური, ხო, ურთიერთობაზე. მეორე ნახევრისთვის დრო არ აქვს, შვილისთვის დრო არ აქვს, მეგობრისთვის დრო არ აქვს. ესეთი მდგომარეობა. ბატონო, გზა, აი საკითხი ძალიან საინტერესოდ გაშალეთ. ნელ-ნელა ბოლოსკენ მივდივართ და ამიტომ შემაჯამებელი კითხვაც მინდა დავსვა. კი ბატონო, გავიგეთ ყველაფერი, ამოვიცანით ჩვენი თავით და მივხვდით რომ ახლოს ვართ ვორკოჰოლიზმთან. რას ვაკეთებთ ამ დროს? რა იქნება ის აი თავარი რჩევები იმ ადამიანებს, ვისაც თავი ერთადერთი ამოიცნეს? საბოლოო ჯამში არის აი პაუზა გააკეთო და საერთოდ დაუსვა კითხვები, ხო? აი საკუთარ თავს თუნდაც კითხვა დაუსვა. ისედაც აი მუშაობა თუ არ იქნება, შენ სად იქნები, ან რა ღირებულად იქნები, ხო? რომ არ აღმოჩნდეს. ის შიშები, რომელიც შენ გაგაჩნია, რეალურია თუ გამოგონილი. ხშირად ჩვენ რომ ვამბობთ, რისიც ეშინიათ, ხშირად ეშინიათ სიტყვაზე. ფულს ნახე, დასვენება არის ფულის დაკარგვა. ისედაც, ხო? ან ისედ დანაშაული გზნობა თითქოს რაღაცას კარგავს, მთლიანად მოცულია. და დაუსვათ კითხვა, ეს ყველაფერი რეალურია თუ არ არის რეალური და ამის უკან რა დგას. საერთოდ უფრო მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების აზრი კონდეს. ასეთ ადამიანებს ცხოვრების აზრი არ აქვთ და ცხოვრობენ სხვა ადამიანების ცხოვრებით. შენ ცხოვრების აზრი რა არის და დანიშნულება. ნახეთ და ამ დროს ეგ არის ძალიან სერიოზული კითხვები. არის ის მარტოსულობა და ის შინაგანი მარტოობა, რომელსაც გაურბის. და რა ხდება თუ ამას თვითონ და ნახეთ დაგეგმვა. მოდი ასე ვთქვათ, აი პრაქტიკული კონკრეტული რჩევებიც რომ ავიღოთ. როგორც მუშაობასაც დაგეგმვა ჭირდება და ზუსტად ისეთივე დაგეგმვა ჭირდება დასვენებას. ანუ ისევე მნიშვნელოვანია როგორც მუშაობა. რა დავისვენოთ, კი ბატონო. და ნახეთ საზღვრებზე მუშაობა. რომ გავმიჯნოთ, გამიჯნა მუშაობის და პირადი ცხოვრების. ნახე, ამისი გამიჯნა საზღვრების დადგენა, აქ ბევრი თემებია, თუ არ გამოდის ადამიანს, შეუძლია მიმართოს სპეციალისტებს. მე პირადად პიროვნული განვითარების კურსები მაქვს, ეს ორთვიანი კურსებია და კონკრეტულად ცხოვრების ყველა სფეროზე ვმუშაობთ. იმიტომ რომ ყველაფერი ერთიანობაში მოდის. კი ბატონო. ჰარმონიული, ნახეთ, რომ მივიღოთ ჰარმონიული განვითარება. თორე საბოლოო ჯამში გამოვა აი ისავე ზედმეტი შრომა რომ ხდებიან და საბოლოოდ რა გამოდის ადამიანი დღე-დაღამე მუშაობდა მთლიანად შეპყრობილი იყო შინაგანად გადაიწვა ურთიერთობები დაინგრა და საბოლოოდ მაინც არაფერი აღარ დარჩა ცხოვრებაც დაინგრა და თუნდაც და სხვათა შორის ბევრი ვალებშია კიდევ და პრობლემებშია მაგრამ ეს ერთი ვარიანტი მაგრამ მეორე ვარიანტი თუნდაც ვალებში და პრობლემებში თუ არ არის ის ფული რაც ეშოვა შემდეგ დანგრეულ ჯანმრთელობის გამოსწორებაშიც არ ყოფნის და მე ხვდებიან რომ საერთოდ არ უცხოვრიათ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა საინტერესოა და ამოუწურავია ეს ამოუწურავია ახლა აქ ცირედრო ნამდვილად არ გვეყოფა და მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის მადლობა მოწვევისთვის მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ რომ ბატონი ნუგზარ ძიძიგური იყო ჩვენთან ერთად სიღრმისეული ტრანსფორმაციის ტრენერი საუბრობდით ვორკოჰოლიზმზე და კიდევ ერთხელ მივხვდით რომ ბალანსი არის ყოველთვის ყველაფერში მნიშვნელოვანი გემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ დიდი მადლობა ბატონ ნუგზარს დიდი მადლობა ლანას